ეხლა რაც შეეხება მთავარ გოგუებს. უნდა გითხრათ, რომ ეს იქნება განსაკუთრებული შოუ, რომელსაც უყურებს ყველა. როგორც მამაკაცები, ისე ქალბატონებიც. მამაკაცები უყურებენ იმიტომ, რომ ეს იქნება გოგუების შოუ და გასაგებია, ხოლო ქალბატონები უყურებენ იმიტომ, რომ ხო ხტებით, წამყვანი ყავს გადაცემას თვითონ. ისეთი გინდა არ გინდა გეყურება რა. ნუ ესეა რა, ეხლა რა ვიცი. ხო ვითომ პატარა ბიჭი ახალგაზრდა, მაგრამ ეგრეა. უეჭველი გეყურება. რა არის? ხო, კაი, გასაგებია. ბატონო, გადავდივარ საქმეზე. მაშასე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი გრანდიოზული შოუს, ასევე გრანდიოზული მსახიობები. მივესალმოთ უმშვენიერეს და უნიჭიერესი თამუნა ლეგვეიშვილი. მოგესალმები, თამარ, პირველ რიგში გილოცავთ ახალი შოუს დაწყებას. ძალიან დიდი მადლობა თემუკა, მე ყოველთვის მოცნებობდი რომ ჩემი საკუთარი შოუ მქონოდა. მესმის. არა, მოცნებობდი და რაღაცნაირი ნათქვამია. დარწმუნებული ვიყავი და გარდაუვალი იყო რა, ეს ისეთი ნიჭიერი შრომის მოყარე და ლამაზი ადამიანისთვის, როგორიც მე ვალ ხო და მეთანხმები. რა თქმა უნდა, დაგეთახმები უბრალოდ სხვა მონაწილეებზეც გადავალ. სანამ გადავალ სხვა მონაწილეებზე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემი შოუს მაყურებელს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დედას, მამას, რომ ესეთი გამოჩინოს, აი ესეთი. ძალიან კარგი, მაშასე მეგობრებო, ჩვენ გვყავს სხვა მონაწილეები. მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამ გადაცემის რეიტინგს დაწერს, ხო ხდებით თემუკა. ხო და ეს იმიტომ რომ ეს არის ჩემი საკუთარი შოუ და მაშასე ჩვენი შემდეგი მონაწილე ულამაზესი და უმშვენიერესი, უსაყვარლესი ციაკო ფიფია. გამარჯობა ციაკო, მიხარია რომ აქ ხარ და მოდი გითხარი რას ფიქრობ? რაზე? გადაცემაზე რას ფიქრობ? შენი აზრი გაინტერესებს? ჩემი აზრი გაინტერესებს? აუ, რა მაგარია, ჩემთვის აქამდე აზრი არასოდეს არავის უკითხავს. აუ, ძალიან ნერვიულობ, ერთი წუთი გთხოვ რა, კაი? კი, არ არის პრობლემა. მანამდე მე გეტყვით, ალბათ რამხელა ბედნიერებაა ხო ჩემისთან ადამიანის აქ ხილვა. ჩემ შოუში ხილვა, ხო? ის მოდა ეხლა ჩემი ხმა. კი, ჩაწერილია უკვე გადაღებული. მზად ვარ, მკითხე. აბა რას ფიქრობ? რაზე? გადაცემაზე რას ფიქრობ? როგორი იქნება, რა მოლოდინები გაქვს? მოლოდინები მართლა ძალიან დიდი მაქვს. პირველ რიგში მოკლედ ორშაბათიდან უნდა დავიწყო დიეტა, ვარჯიში, ძალიან მაგარი ვიძე უნდა მოვიდე, გავიცნობ ძალიან სიმპათიურ ბიჭს, გავყავიცო და ორი ულამაზესი შვილი გვეყოლება. ციაკო, აქ შენი ცხოვრებისეული მიზნები არავის არ აინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს გადაცემაზე რას ფიქრობ? აი, უშუალოდ კონკრეტულად ამ გადაცემას. გადაცემაზე მე გეტყვით. გადაცემაზე მე გეტყვით. ეს გადაცემა, აი ფიზიკურად ვერ იქნება. შემდეგი მონაწილე მეგობრებო, მივესალმოთ. განუმეორებელი თათია სულუაშვილი. თათი პირველ რიგში უნდა გითხრა, რომ შესანიშნავად გამოიყურები. კაი, კაცო. არაფერს. მოდი მოგვიყევი შენ როგორ მოხდი ამ გადაცემაში, გვაინტერესებს. ანუ მოკლედ სეიშელის კუნძულებზე წავედი დასასვენებლად 6 თვით. ჩემი სამსახურის ამბავი მოგეხსენება ძლივს გავძვერი. ხო და მირეკავს გვარამია. ხო. ნუ რა თქმა უნდა, ხო, ის ზევით. ხო და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა გავუთიშე, იმიტომ არ მეცალა გვარამიასთვის, მასაჟს ვიკეთებდი და ნუ მოკლედ ესე დავასრულეთ ზარი. ხო. ცოტა ხანში არ ვიცი, ვიღაც უცხო ტიპები მირეკავენ, ხვდები? ხო. ნუ რა თქმა უნდა, იმათაც გავუთიშე, იმიტომ რომ მეორე მასაჟს ვიკეთებდი და მართლა არ მეცალა იმათვის. მე 10 წუთის მერე ისევ მირეკავს გვარამია. ის, ხო. და ნუ მოკლედო თათიაო, რაღაც ახალ გადაცემას ვიწყებთო და უეჭველი უნდა გამოხვიდეთო, რომ ეს პროექტი ჩაიშლებაო. ჯერ ერთი წუთით რა მომისმინე. შენაერი მოცლილი ხო არ გონი ვარ, ხო? საქმე მარტო ის არის, კომპიუტერთან როზი ხარ და ტელეფონს რო სკროლავ. მოდი გამეშვი რა, მეგობარო რა. ხო და მეთქი ნუ როგორღაც არ ვიცი, ახლა მასას მოვჩები და გამოვალ თქო რა და გამოვგაზე ეგრევე. ხო, არ ვიცი, ნუ როგორც არის, ძალიან გვიხარია, რომ ხარ შენ ამ პროექტში და რავი, მე პირადად მართლა ძალიან მიხარია რა. მე გიხარია თორე შენც ახლა. კაი რა ხალხო რა. დავეშვათ. ხო, არა, დავეშვათ, არა, მართლა მიხარია და მაგიტო გითხარი, თორე განა რამე ისე. გამარჯობა გოგოებო, გამარჯობა. ესე იგი, დამოგვიანდა რა ძალიან დიდი ბოდიში. სახლიდან რო გამოვდიოდი. ხო. კატამ გადამირბინა წინ, შავმა კატამ. ხო და 9 ადამიანი სანამ არ გავატარე. ფეხი
4 არ მოვიცვალე იქიდან. 9 ადამიანი. ანუ კატას ხო აქ 9 სიცოცხლე. ხო და გადაცემა რო არ დამეთარსა რა. კარგია. ო, ეთი წუთით რა. როგორ მოხდა ჩემ შოუში? აი მე როგორ მოხდებოდა ის დაურეკავდა მოცლილი. ხო, გოგო მე აგიხსნით გოგონებო, დასკვნით მე აგიხსნით. ხოლო ეს არის ჩვენი ახალი მონაწილე თაკო ბოგველი. ახალი ამშვიდობაში. მე ეთი წუთით რა ხუმრობაა თუ რა ხდება ვერ გავიგე. არა. რას ქვია ახალი? საერთოდ რას აკეთებს? ვინ არის? აი, საიდან მოხდა? კი, თაკო გოგო. ჩემ პირად შოუში საიდან მოხდა ეს გოგო? აგის თამ დასწნარდი, თაკო გოგოებს აინტერესებს როგორ მოხდი შოუში და იქნებ რომ აგვეს მოდი თაკოს ვერსიასაც მოусმინოთ, ხო? მოგიყვებით. ერთი ღამეა რა და მძინავს ესე ჩვეულებრივ სტანდარტულად, როგორც მძინავს ხოლმე. სტანდარტულად? ხო და აი ესე უცბად გამომესახა თეთრებში ჩაცმული კაცი. ხო. და ზუსტად ესე მეუბნება. მოდიო და აი ზუსტად მოდიო, ამ ჩვენ ახალ შოუში მოდიო. ალბათ. გოგოების შოუ მოდი თაკო, მოდი, მე ახლა შენ სანამ რაღაცეებს აგიხსნი. მანამდე თქვენ მოისმინეთ 3 სხვადასხვა გოგოს ისტორია. მოდი თაკო, მოდი. ესე იგი რა ხდება ახლა ამ შოუში? მოკლედ, შენ